თქვენ ხედავთ საერთო ჯამში იდეოლოგია, რომელიც დღემდე მეტნაკლებად სოფლიოში ბატონობდა და გულისხმობ თანამედროვე ლიბერალის, ის არის სრულად დაფუძნებული ძალადობას. სიტყვიერ ძალადობას, სხვადასხვა ადმინისტრაციული ინსტრუმენტებით გამოყენების ძალადობას, ცენზურით ძალადობას და ასე შემდეგ. შეგახსენებთ, რომ და მათ შორის ძალადობას მედიის გამოყენებით და მედიის საშუალებით. შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპს მაშინ ჯერ უკვე ყოფილ პრეზიდენტს როგორ გაუთიშეს წდომა სოციალურ მედიაზე და მისი ანგარიშები როგორ წაშალეს, როგორ იმისთვის რომ გაეჩუმებინათ. როგორ აბცელებდნენ მასზე დეზინფორმაციას იმისთვის რომ გაეჩუმებინათ. და დღესაც როგორ ხდება მასზე თავდასხმა სხვადასხვა მეინსტრიმ მედიის მხრიდან იმისთვის რომ ის გააჩუმონ და გააჩერონ მათ შორის ახლა უკვე როგორც პრეზიდენტი. ზუსტად ამას ხედავთ ჩვენ საქართველოსთან მიმართებით, როდესაც თანამედროვე ლიბერალიზმი ძალადობით, ვერბალური ძალადობით, ბულინგით, მედიის გამოყენებით, რომელიც ერთი კოორდინირებული ერთი ცენტრიდან კოორდინირდება, როგორც ცდილობენ გააჩუმონ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც საუბრობენ სიმართლეზე, რაც ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის მიღმა. და ესეც არის ერთ-ერთი მაგალითი. მოძალადის წარმოჩენა გმირად, ზუსტად ამ იდეოლოგიის გამართლება არის, ვინაიდან თანამედროვე ლიბერალიზმი ის როგორც დღეს არის ასე ვთქვათ, სახეშეცვლილად წარმოდგენილი ფსევდოლიბერალიზმი ეფუძნება ძალადობას და რა თქმა უნდა, ყველა ლიბერალიზმის სახელით ყველა მოძალადე უნდა იქნას შექებული, უნდა იყოს დაჯილდოებული, რომ სხვებმაც დაინახონ, რომ ძალადობა არის ის ინსტრუმენტი, რომლითაც მათ თანამედროვე ლიბერალიზმი უნდა გაატარონ. ამიტომ ეს ეწერება მთლიანად იმ კონცეფციაში, რაც თანამედროვე ლიბერალიზმს აქვს, როდესაც რომ მოძალადეს წარმოაჩენენ როგორც გმირად.